გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. საქართველოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, იგივე ICT სექტორი და კიდევ უფრო მოკლედ IT სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში. წერტილის სტუმარი საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია Sky High-ის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე თოხაძე იქნება და შემდეგი 9 საათის განმავლობაში მიმოვხილავთ, როგორი იყო წლის პირველი 9 ICT ინდუსტრიისთვის, რა გამოწვევების წინაშე ეს ბიზნესი, რა ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი, რომ საქართველოს თავი დაემკვიდროს როგორც რეგიონალური ტექნოლოგიური ჰაბი, მოკლედ რა პერსპექტივა გვაქვს, რას ვაკეთებთ სწორად სექტორის განვითარებისთვის და რისი გაკეთება შეიძლება კიდევ უფრო უკეთესად. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ ICT ინდუსტრიის შესახებ, სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია მინდა გაგაცნოთ, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, დავიწყოთ ხელფასებით. საქსტატის თანახმად პირველ კვარტალში საფინანსო სექტორში ხელფასებმა IT-ს გადაასწრო, სადაც ანაზღაურება 4163 ლარი იყო, ხელზე ასაღები ხელფასი კი 3330 ლარი გამოდიოდა პირველ კვარტალში. კიდევ ერთი სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, პირდაპირ უცხოური ინვესტიციებია და როგორც ირკვევა, წელს პირველ კვარტალში ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში, ანუ ICT სექტორში 52 მილიონი დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რომელ კომპანიებში ჩაიდო ყველაზე მეტი FDI და რომელი ქვეყნებიდან, დამატებით ინფორმაცია BMG საქსტატიდან გამოითხოვა და როგორც ახლა ეკრანზეც ხედავთ, ტოპ 10 კომპანიას შორისაა Macticom, Selfie Mobile, Caucasus Online, TNT, Majorel საქართველო, Volt, Georgia და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, ეს სექტორი მოიცავს კომუნიკაციებსაც და გასაკვირი არაა, რომ საკომუნიკაციო კომპანიებიც მოხვდნენ ამ სიაში, რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა FDI ინფორმაციის და ტექნოლოგიების სფეროში. აღსანიშნავია, რომ 52 მილიონი დოლარიდან საქსტატის მონაცემებით თითქმის 35 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩაიდო. სამეულშია დიდი ბრიტანეთი და ფინეთი, სხვათა შორის რუსეთიც მოხვდა თითქმის 2 მილიონის FDI-ით ტოპ 10 ქვეყანას შორის. აღსანიშნავია, რომ ICT სექტორი საქართველოში 48,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა 20-24 წლის ბოლოსთვის და ბოლო წლებში ეს ტენდენცია მზარდია, განსაკუთრებით კი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როცა საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, რაც შეეხება შემოსავლებს. IT სექტორში შარშან საგარეო შემოსავალმა შეადგინა 688 მილიონი დოლარი, რაც წინა წელთან, ანუ 2023 წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია. საინტერესოა, წელსაც გაგრძელდება თუ არა კლების ტენდენცია და რას ვეძახით ამას, იქნებ ეს არის ბაზრის და ინდუსტრიის დასტაბილურება და რა მოლოდინები აქვთ სექტორში. საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამოშტების თორნიკე, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვიდრე კონკრეტულ თემებზე ვისაუბრებთ და რამდენიმე თემა მოვინიშნე, მოგვიყევით პირველ რიგში ზოგადად, როგორი იყო წლის პირველი ნახევარი ICT ინდუსტრიისთვის და რა ტენდენციები იყო თქვენთვის ყველაზე თვალსაჩინო არასრულ 6 თვეში წელს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მაყურებელსაც მივესალმები. საუბარი აუცილებლად უნდა დავიწყოთ ალბათ 2024 წლის ბოლო კვარტლიდან, ვინაიდან 2024 წლის ბოლო კვარტალში აბსოლუტურად ჩანდა და თვალნათელი იყო სურათი, რა უმოლოდინები უნდა ყოფილიყო, ესე იგი 2025 წლის მთლიან პერიოდში და განსაკუთრებით პირველ ნახევარში ამ მოლოდინებს რეალური სექტორი, ასე ვთქვათ, მიყვება. და რამოდენიმე ფაქტორი არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანად ახდენს გავლენას იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ დანარჩენი წლის განმავლობაში, ესე იგი მეორე ნახევრის 2025 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში და 2026-ში, ვინაიდან დრო სწრაფად მიდის, ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ცვლილებები რეალობაში არ არის, პრაქტიკულად ცვლილებები გვაქვს ამ ეტაპზე სტატისტიკურ მონაცემებში, იგივე FDI-სთან დაკავშირებით და მთავარი ფაქტორი მაინც რაც
გარკვეულ турბულენციას ქმნის ამ ეტაპზე და რაც თვალსაჩინო ფაქტორი არის, ძირითადი ინვესტიციები, რომელიც განხორციელდა პირველ კვარტალში, არ არის კავშირში ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებთან. იქ არის კავკასუსი და ასე შემდეგ, მაგრამ ძირითადად ეს FDI-ის ნაწილი განსაზღვრა გარკვეულმა ვალდებულებებმა, რომლებიც ამ კომპანიებს გააჩნიათ იგივე მაგთისთან მიმართებაში, რომელიც უკვე 2024-ში იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომ მაგთის მიენიჭა სტატუსი განსაკუთრებული ბაზარზე, განსაკუთრებული ძალის მქონე პროვაიდერის, რაც ავალდებულებს მაგთის უკვე სხვადასხვა ინტერნეტ პროვაიდერები ჩართოს თავის ქსელში და ასე ვთქვათ, ურთიერთჩართვა განახორციელოს, დაშვება მისცეს მის ინფრასტრუქტურაზე, რასაც გადამზადება სჭირდება, რასაც სჭირდება ინფრასტრუქტურული მზაობა და შესაბამისად ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე არის selfie mobile-ის ნაწილი, სადაც ასევე ვალდებულებითი ნაწილია 5G-სთან მიმართებაში და ანუ რეალური ბაზრის უშუალოდ IT კომპანიების წილი ჯამურ FDI-ში უშუალო IT კომპანიების წილი ჯამურ FDI-ში არის ძალიან ცოტა, ალბათ არ აღემატება 20%-ს. 52 მილიონის, რაც პირველ კვარტალში განხორციელდა. დიახ, არ აღემატება 20%-ს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ შედარება 2024 წელთან და თუ პირდაპირ IT კომპანიებზე გავაკეთებთ, ასე ვთქვათ, აქცენტს, მივიღებთ შედეგად იმას, რომ ამ ნაწილში შემცირებულია FDI, ანუ FDI უფრო ინფრასტრუქტურული და სატელეკომუნიკაციო ნაწილით არის დატვირთული იგივე კავკასუს ონლაინის ანუ შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით უშუალოდ IT სექტორზე შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით 18 მილიონი ჯამური 18 მილიონი დოლარი იყო ჯამური პირველ კვარტალში, ეხლა გვაქვს სამჯერ მეტი, ამ სამჯერ მეტში ძირითადი წილი, ესე იგი უდიდესი წილი მოდის ინფრასტრუქტურულზე და ტელეკომუნიკაციაზე. რითი ხსნით ამ კლებას სექტორში? ამას მარტივი ახსნა აქვს, ვინაიდან თუ IT სერვისებში მიმდინარეობდა ზრდა ან ინვესტირება, მაშინ ეს უნდა ასახულიყო პირდაპირ ექსპორტზე. ანუ როცა ექსპორტის მაჩვენებელი იკლებს, ანუ ჩვენ როცა ვამბობთ, რომ წინა წელთან შედარებით 12%-ის შემცირდა, ჩვენ უნდა ავიღოთ პიკური მაჩვენებელი, სად გქონდა, ხო? 2023 წლის მაჩვენებელს რო შევადაროთ, მანდ არის 30%-ით შემცირებული. ანუ ჯერ იყო რომ 24 იყო 22%-ით, იქ ხო თლიანი ჯამური პროცენტული მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. ამიტომ ეს დიდი შემცირება არის და ამას ბაზარი ძალიან კარგად გრძნობს. აი მაგალითად მეორე ფაქტორი, რომ საიდან ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ასე ვთქვათ, პირდაპირ IT-ში განხორციელებული. როდესაც კომპანიებზეც ეტყობა და ათეულსაც. ათეულს ეთყობა ცალსახად, მაგრამ იქ ხო შეიძლება მაინც არსებობდეს რაღაც ნაწილი, 1-2 კომპანია არის, რომელიც ასე ვთქვათ, ხო, ამოცნობადია, რომ რამე მიმართულებაში გააკეთებდა ინვესტირებას, იმიტომ რომ ესენი ინფრასტრუქტურულად არ ტვირთავენ თავიანთ ლოკალურ, ასე ვთქვათ, ოფისებს, შესაბამისად ეს უფრო სერვისებში ინვესტირებულია და ამ კომპანიების გავლენა ეხლა ჯამური მას ვერ შეცვლის რეალურად ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, ხო? შესაბამისად, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი არის, რომ როდესაც ესეთი ზრდა ფიქსირდება და ეს მიმართულია უშუალოდ IT-ში, IT სერვისებში და ექსპორტში, ამ დროს ძალიან დიდი მოთხოვნა ჩნდება ბაზარზე ადამიანური კაპიტალის, რაც ამ ეტაპზე არის დაახლოებით 25%-ით შემცირებული. ანუ ჩვენ როცა ვესაუბრებით წამყვან რეკრუტერებს, კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბუმმა, აი ამ რაღაცა ეფექტმა, რომელიც შეიქმნა გარკვეული ფაქტორებით, იგივე ომით, იგივე სხვა ფაქტორებით, რომელიც მიმდინარეობდა ადრე პანდემიით, შემდეგ ომით, ასე შემდეგ. ეს ამ ფაქტორმა უკვე გადაიარა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაქტორი არის მილეული, ამას თვითონ ახალი კანონპროექტის, აი მიგრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორებიც აღიარებენ და ამბობენ, რომ ეს ეფექტი მიილია და ეს მიგრაციასთან დაკავშირებული გჭირდება დამატებითი ასე ვთქვათ, რესურსის მოსაზიდად, რომ ეს უკუსვლა შეჩერდეს რეალურად. ეხლა ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს. ვიდრე ამ საკანონმდებლო ინიციატივებზეც ვისაუბრებთ, ეს თემა რომ ამოვწუროთ
ბუმი მიილია ძირითადად მიგრანტების ეფექტით, თუ ესენი წავიდნენ, მიდიან, ან თუ მიდიან, რატომ მიდიან, უფრო მეტი რო ვისაუბროთ ამაზე და მე უკვე იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიგრანტების ეფექტზე შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ მიგრანტების ეფექტს დამატებული უკვე ემიგრანტების ეფექტი. იმიტომ რომ გაზრდილი სურვილი, სადაც ესე იგი ქვეყნის გარეთ ბიზნესის კეთების სურველთა რაოდენობა დაახლოებით არის 35%. ანუ ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, 35%-იანი გადინება ჩვენ რომ მივიღოთ ამ შემთხვევაში და თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვინ არის ეს 35%. ანუ ეს 35% არის, რომ ვინც რაღაც ეტაპზე საქართველოში აი ამ პირობებში, აი ამ ასე ვთქვათ, გარემოში შეძლო ადაპტირება, შეძლო კონკურენცია, შეძლო თუნდაც საერთაშორისო კომპანიებში დასაქმება, თუ ფიზიკურ პირებს ავიღებთ ხო ამ შემთხვევაში ეს ადამიანები არიან მაღალ კვალიფიციური ტალანტები. ანუ ეს ეფექტი, ეს შედეგი რომ დადგეს და ნუ მივდივართ უკვე მაგეთკენ, სადღაც 12% უკვე არის გასული. შესაბამისად რჩება დაახლოებით აი ამ სურველების 18-20%, რომელსაც გაცილებით დიდი გავლენა ექნება, იმიტომ რომ იქ სხვა ფაქტორები მუშაობს, მაგალითად შეიძლება ისე სწრაფად ვერ დაასრულონ მიმდინარე პროექტები, იქ არის ტრენდები, სადაც არსებული ბიზნესების გაყიდვა, მერჯინგი ან სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ გადაერთონ სამუშაოდ სხვა მიმართულებებზე, სხვა ქვეყნებზე, სხვა ბაზრებზე. ამიტომ ეს ტალანტი წარმოადგენს პრაქტიკულად ბირთვს დღეს IT სექტორის. ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი ასევე იმისი, რომ ეს FDI არ იყო IT მიმართულებაში. ხელფასების შემცირება რა პირველი ადგილი დათმო, ასე ვთქვათ, ICT სექტორმა, ისევ საფინანსო სასარგებლოდ. ამით აიხსნება მათ შორის იმ ტენდენციით, რაზეც საუბრობთ, რომ აი რაღაც უფრო მაღალ კვალიფიციური კადრები გადიან და შესაბამისად ხელფასების ნაწილს რაც შეეხება ჩვეულებრივი მოთხოვნა მიწოდების საკითხია, იმიტომ რომ ეს ზრდაც ბუნებრივი არ იყო, რეალურად რაც ხდებოდა, იმიტომ რომ ეს იყო ანომალიური ზრდა, დროის, ასე ვთქვათ, მოკლე მონაკვეთში, ძალიან სწრაფი ტემპით. ჩვენ პრაქტიკულად გავაორმაგეთ სექტორში დასაქმებული ხალხის რაოდენობა ამ დათვლითაც ახლა საკსტატი გვთავაზობს მონაცემებს, თუმცა რეალურ მონაცემებში კიდევ უფრო სხვანაირად არის საქმე. ჩვენ ერთ რამეს უნდა გავუსვათ, ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ხაზი, რაც IT სექტორში ხდება, რომ ჩვენ ძირითადად ეხლა დამოკიდებული ვართ პრაქტიკულად მედიაც, ყველა მიმართულება საკსტატის კვლევებზე. იმიტომ რომ ფონდების და სხვა დონორების მუშაობა არის ძალიან შემცირებული, ისინი აღარ აინვესტირებენ ამაში თანხას, ანუ არ შემოედინება ეს რესურსები, ალტერნატიული კვლევები შეზღუდულია და ვერ ხერხდება ობიექტური სურათის ხარისხიანად გამოკვეთა, ან ხდება ეს დაგვიანებით. ამიტომ IT ასოციაცია ყოველთვის ცდილობს და ერიდება, რაც დადასტურებული ინფორმაცია არ არის, მაგაზე გააკეთოს აქცენტი, მაგრამ ფაქტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომ ეს ინფორმაცია სექტორს აკლია და ეს ტექნიკური დახმარება, რომელსაც სექტორი იღებდა სხვადასხვა ფონდების საშუალებით, არის შემცირებული და შეზღუდული. ასევე მე მინდა გავაკეთო აქცენტი თვითონ ციფრული ეკონომიკის ეროვნულ სტრატეგიაზე, სადაც ძირითადად 2025-2026 წლის განმავლობაში ძირითადი აქცენტი მაინც გადატანილი იყო სატელეკომუნიკაციო ნაწილზე, ეს იყო ფართოზოლოვანი ინტერნეტი, დაფარვის გაფართოება, იქ იყო ფასებთან დაკავშირებული საკითხი კონკურენციის ნაწილში, ანუ ეს და ინფრასტრუქტურული მიმართულება. თუმცა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას რაც შეეხება, AI-ის მიმართულება იყო, ასე ვთქვათ, და არის ამ სტრატეგიაში გაწერილი, მაგრამ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, ეს იყო უფრო წლის ბოლო პერიოდში და ეხლა ჩვენ ვაკვირდებით რაღაც განცხადებები კეთდება ამასთან დაკავშირებით და ნუ ეს სავარაუდოდ არის ამ სტრატეგიიდან ამოღებული, ასე ვთქვათ, წინსწრები განცხადებები AI ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული.
თქვენი კითხვას ხო, ჯამში რომ შევაჯამოთ ეს პირველი ნაწილი და პირველი ნახევარი წლის ACT სექტორისთვის როგორი იყო იმ კომპონენტების გათვალისწინებით, რითაც ზომავთ თქვენ სექტორში? კარგი თვე გაქვთ, კარგი კვარტალი გაქვთ თუ არა? თუ დაუკვირდებით FDI-ზე და განვიხილეთ რა ხდება, ხელფასები, შემოსავლების ნაწილში ჯერ საქმესაც ველოდებით ჩვენ და გვაქვს მარტო 2024 მოთხოვნა მიწოდებამ განსაზღვრა რეალურად და შემცირება არა პრინციპში, ანუ ის მონაცემიც ახლა გასაშვალოებული მონაცემი არ არის ის მონაცემი, რაც რეალურად ბაზარზე არის და იქ არის სხვადასხვა კომპონენტები კვლევაში გამოყენებული, რომელიც პირდაპირ არ მოიცავს IT მიმართულებას, მაგრამ არის მომიჯნავე და აქედან გამომდინარე ეს გარკვეულწილად ამცირებს მაგასთან შედარებით არის ეს ბევრად მეტი, მაგრამ საბოლოო ჯამში შემცირებისკენ ტენდენცია არის და ეს არის სუფთა მოთხოვნა მიწოდების ამბავი, როდესაც იზრდებოდა და პიკზე იყო მოკლედ ეს გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა იზრდებოდა, რეკრუტინგული კომპანიების რაოდენობა ბაზარზე ჩნდებოდა ბევრად უფრო მეტი, საერთაშორისო რეკრუტერები და ასე შემდეგ. რამდენად აკვირდებით, ან თუ გაქვთ ცნობა, აი იგივე მიგრანტების ეფექტზე, როცა ვსაუბრობთ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსი, ბელარუსი IT სპეციალისტები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რა ნაწილი დარჩა, რა ნაწილი წავიდა, ან რატომ მიდიან, აი თქვენი წევრი კომპანიების მაგალითზე თუ ფლობთ ამ ინფორმაციას? იმიტომ რომ ზოგი ამაზე აკეთებს სხვადასხვა შეფასებები კეთდება, რომ ნაწილი წავიდა იმიტომ რომ ეს ქვეყანაც აღარ მოსწოდა ეძვირებად, ნაწილი იმიტომ რომ ისინი რუსეთს და ბელარუსს გამოექცნენ და საქართველოშიც რო ნახეს რა სიტუაცია, ამიტომ, მაგრამ აი ესეთი სიღრმისეული მონაცემი რა ზუსტად თქვათ. გამოკითხვა არ აქვს. ჯამურად ჩვენი დათვლით ეს იყო დაახლოებით 40,000 ადამიანი. 40,000 ფიზიკური პირი, რომელიც ამ პიკურ პერიოდში საქართველოში შემოვიდა და დაიწყო საქმიანობა. ოღონდ ეს 40,000 პირდაპირ ამ რეგისტრირებული სუბიექტების რაოდენობას არ ემთხვევა, იმიტომ რომ ზოგი იყო როგორც კომპანია რეგისტრირებული, ზოგი არ იყო რეგისტრირებული და რაღაც საკონტრაქტო შეთანხმებით მუშაობდა დაახლოებითი capacity, ესე რომ ვთქვათ, ეს იყო 40,000. რაც შეეხება გასვლის მიზეზებს, კი, ჩვენ დაახლოებით უკვე გვაქვს ეგ მონაცემი, რომ შეიძლება 55%-თან ახლოს იყოს, მინიმუმ 50-55% კი გასული და ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კიდე მიმდინარეობს ეს გასვლის პროცესი. რატომ გადიან? აი, საინტერესო კითხვა არის. რა ვერ შევთავაზეთ, რა ვერ დავახვედრეთ? ხო, აი, რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს ამ გადინებას, მაგრამ მაინც უფრო მნიშვნელოვანი არის დავიწყოთ იმით, რომ რატომ შემოვიდნენ. ანუ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ტრიგერი, იმიტომ რომ მაგალითად იურიდიული ზონის პირთან დაკავშირებული კანონი ჩვენ მანამდეც გვქონდა. მაგრამ ამით შემდეგ დაემატა საერთაშორისო სტატუსი, ხო? ანუ საერთაშორისო სტატუსის დამატებამდე უკვე ეს მოხდა 2020 წლის ოქტომბერში, 2019 წელს უკვე საქართველოში მუშაობდა საკმაოდ ბევრი კომპანია, რომელიც ახორციელებდა რელოკაციის სერვისებს. ანუ ბაზრის მოსინჯვა და დამუშავება ეს უკვე დაწყებული პროცესი იყო, ეს უკავშირდებოდა ძირითადად რუსეთში და ბელარუსიაში მიმდინარე გარკვეულ პროცესებს, რომლის გამოც სურდათ ეს იყო ძირითადად სანქციებთან დაკავშირებული საკითხები, შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები და საერთაშორისო კომპანიებს, ვინც მათი მომხმარებელი იყო, მოკლედ უკეთესი საკანონმდებლო და უკეთესი გარემო ჭირდებოდათ იმისთვის, რომ მეტი გარანტია ქონოდათ თანამშრომლობის. შესაბამისად, ამან გამოიწვია ეს, აქედან დაიწყო, მაგრამ ამას დაემატა პანდემიის ეფექტი, დაემატა ომის ეფექტი და მოხდა ბუმი. ეს არის რეალური მიზეზი. როდესაც მოიხსნა პანდემიის ეფექტი, დაიწყო ამან უკუსვლა, როდესაც იქ ომის გარკვეული რაღაც კონტურები უკვე გამოიკვეთა და სიტუაცია შედარებით, ასე ვთქვათ, გაირკვა რასთან ჰქონდა საქმე, ამასაც ჰქონდა თავისი ეფექტი, მაგრამ ემატება დამატებითი ფაქტორები, როგორიც არის რეგიონში ქვეყნებს შორის კონკურენცია,
იგივე უზბეკეთი, იგივე სომხეთი, თურქეთი იყო აქტიური იმ პერიოდში, როდესაც უკვე აქედან რელოკაციას აკეთებდნენ კიდევ აი ეს ფაქტორები და შემდეგ უკვე საქართველოში განვითარებული მოვლენებიც. ბოლოს და ეს იყო აი ამ პიკის და მილევის ბოლო წერტილი, სადაც მოკლედ საიდანაც უკვე ზრდა აღარ მიმდინარეობს რა. ცოტა დრო გრჩება და მინდა ვისაუბროთ იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც პარლამენტში არის დარეგისტრირებული ოცნების დეპუტატების მიერ, გულისხმობა 3 წლიანი ბინადრობის უფლებას უცხოელი IT პროფესიონალებისთვის, ასევე პარლამენტშია ინოვაციური სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღების კანონპროექტიც ერთობლიობაში თქვენ ცალ-ცალკე BMG-სთან გაგიკეთებიათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით შეფასება. რამდენად არის სისტემურად გააზრებული სახელმწიფოს მიერ აი საგადასახადო ინიციატივები თუ სხვა ინიციატივები სექტორის განვითარებისთვის თუ რაღაცა გასაგებია რომ დროც გვაჩვენებს ალბათ რა გამოწვევებია იმასაც უნდა უპასუხოს სახელმწიფომ, მაგრამ აი ფართო სურათში არის ეს კარგად გააზრებული, რას ვაკეთებთ და რა შედეგს ველოდებით? ამისთვისაც გამოვიყენებდი წარსულის მონაცემს, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა 5 წლიანი ციკლი 2020-დან 2025-მდე. და რეალურად ამ 5 წლიანი ციკლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ დასრულებისას, დავინახეთ რომ ეს იყო გარკვეულ რაღაც იმპულსებზე აგებული სტრატეგია, რომელმაც შედეგი მოიტანა ცალსახად, მაგას ვერ ვიტყვით, მაგრამ ეს შედეგი ისევე მიდის უკან, როგორც ეს განხორციელდა. ეხლა ვხედავთ დაახლოებით ანალოგიური ტიპის სტრატეგიას, რომელიც ასევე მოცემულია 2025-2030 წლის გეგმაში და აი ეს გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო ინიციატივები, რომ მაგალითად ბინადრობასთან დაკავშირებულიც დაახლოებით მასეთ ეფექტს მოიტანს. უბრალოდ ეხლა დღეს ისრაელის და ირანის მოვლენებიდან გამომდინარე ეს ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხი იდე უფრო მაღალ რეგისტრში ადის უსაფრთხოების თვალსაზრისით და აი მე ეხლა ხო ანუ ჩვენ მივდევთ კანონმდებლობით ამ ომებს თუ ომები მოგვდევს ჩვენ ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია რომ აქ ხდება ისეთი მოვლენები რეგიონში, რა მოვლენების დროსაც ესეთი შეთავაზება საკმაოდ დიდი საფრთხის შემცველია და ეს რამოდენიმე დღეა ხა 5 დღეა რომ ეს საფრთხე, თუმცა შეიძლება სარგებელიც რო თქვა ისრაელიდან მაღალკვალიფიციური ისრაელიდან არ მგონია რომ ისრაელიდან რომ მაგალითად კონფლიქტი როცა მწვავდება უძრავი ქონების სექტორზე დადებითი ეფექტი აქვს ხოლმე, იმიტომ რომ ისრაელიდან მაღალია ყიდვა თუმცა უძრავი ქონება და საცხოვრებელი გარემო შედარება IT სერვისებთან ცოტა სხვადასხვანაირად მუშაობს. რელოკაციისთვის შეიძლება ხო, ნაკლებად ველოდებით ისრაელის რა თქმა უნდა. რა რისკებს ხედავთ კონფლიქტს რო თავი დავანებოთ? აი ამ საგადასახადო შეღავათებს, რა თქმა უნდა, ალბათ ბიზნესი და ლოგიკურია, რომ ყოველს უხარია და მიესალმება საგადასახადო შეღავათებს, მაგრამ ხომ არ მივიღებთ ისე, რომ იგივე საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით მე მახსოვს მათ შორის თქვენი ასოციაციის წარმომადგენლების შეფასებების, რომ არათანაბარ პირობებში აღმოჩნდით და ამაზე გარკვეული ინიციატივებიც თუ მიმართებიც ჰქონდათ. ხო, თუ მიაღწიეთ ამაზე შედეგს, ან თუ გაიგო სახელმწიფომ თქვენი რეალურად რა გაწუხებდათ? ჩვენ რეალურად ამ მიმართულებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან 2024 წლის სექტემბერში უკვე ახალი საპარლამენტო მუშაობა იყო შეწყვეტილი გამომდინარე არჩევნებიდან ერთი თვით ადრე, ანუ სექტემბრის პერიოდი დაგვეკარგა, შესაბამისად ვერ მოვასწარით ინიციატივის, ასე ვთქვათ, წარდგენა და შემდეგ როგორც განვითარდა მოვლენები, ისე განვითარდა და აი ამ დინამიკაში მიყვება ახლა სექტორი, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორი კონსოლიდირებული არ არის ამ ეტაპზე, ის გადაწყვეტილებები და ინიციატივები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, არ არის ფართე კონსენსუსის საგანი, ამიტომ იწვევს ამ განსხვავებულ რეალობას, სტატისტიკა ასახავს ერთს, რეალურად ბიზნესის სხვა საკითხზე წუხს და
ეს არის ძირითადი განსხვავება იმ წარმატებულ მცირე ქვეყნებსა და ჩვენს IT სექტორს შორის, რომ კონსოლიდაცია ვერ ხდება, ამას სჭირდება ყველა დონეზე, სხვადასხვა რგოლის და სხვადასხვა stakeholder ჩართული მხარეების კონსოლიდაცია, რომ შედეგები იქნას მიღწეული მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი ინიციატივა ეფუძნებოდა კერძო სექტორის ძალიან მაღალ ჩართულობას. ახლა არ არის ეს, იგივე მაგალითად IT ბინადრობაზე, საგადასახადო შეღავათებზე, ვიდრე ჩვენ გავიგეთ და ვიდრე პარლამენტში შევიდოდა, იქამდე ხომ მუშავდებოდა ეს ყველაფერი, ამას უშუალოდ ოცნების დეპუტატები ამუშავებდნენ თუ ეკონომიკური გუნდი, თქვენამდე ყველა აზრი ეკითხათ, აბა ეს კარგია, აქ რა რისკებს ხედავთ და ასე შემდეგ. ესეც არის ერთ-ერთი კომპონენტი, სადაც განხილვები ამ საკითხებთან დაკავშირებით ხდება ძალიან ვიწრო ჯგუფში, ვიწრო წრეში, რაც რეალურად არ ასახავს სექტორის მოთხოვნებს და სექტორის საჭიროებებს. ამიტომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ უნდა შედგეს კომუნიკაცია, უნდა მოხდეს შეჯერება ამ საკითხების სხვადასხვა მხარეებთან, არა მხოლოდ ბიზნესთან, იქ განათლების სექტორთან, იქ სხვადასხვა სექტორთან, იმიტომ რომ ზრდაში მყოფი სექტორი აბსოლუტურად დამოკიდებულია ადამიანურ კაპიტალზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეს ინტელექტი, რომელიც შემდეგ ღირებულებას შექმნის. კი ბატონო, სულ 3 წუთი გრჩება და ჩვენ ხშირად გვაქვს ამბიცია ვიყოთ ჰაბი. ბევრი რაღაცის ჰაბობა გვინდა, მათ შორის ტექნოლოგიური ჰაბიც გვინდა. რა ნაბიჯები ამისთვის გადასადგმელი და რამდენად გვაფერხებს ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში ხდება, გულისხმობ პოლიტიკურ კრიზისს, გულისხმობ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, წინა კვირას ძალიან შეგშურდა სომხეთის. ქონდა შანსი NVIDIA ჩვენთანაც შემოსულიყო ესეთი კომენტარებიც მოვისმინე. რამდენად იყო ეს რეალური შანსი და როგორ ფიქრობთ, აი პოლიტიკურმა სტაბილურობამ, პროდასალურმა კურსმა, რამდენად შეიძლება ასეთი შანსები დაგვაკარგინოს? აბსოლუტურად 2009 წლიდან 2020 წლამდე რეგიონში ნებისმიერი ტექნოლოგიური ინიციატივის განხორციელების ნომერ პირველ კანდიდატად განიხილებოდა საქართველო. ამას რამოდენიმე ფაქტორი ახდენდა ამაზე გავლენას, მაგრამ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გეოგრაფიული ფაქტორი, რასაც აღნიშნავდნენ ინვესტორებიც და ტექნოლოგიური კომპანიებიც, მაშინაც ბევრი რაღაც არ მოწონდათ, მაგრამ ამბობდნენ, რომ გეოგრაფია არის გადამწყვეტი ფაქტორი ამ შემთხვევაში. დღეს ჩვენ, როდესაც 2025 წელი დაიწყო და ინვესტორებთან ამერიკულ სხვადასხვა ამ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან კომუნიკაცია გქონდა, რომ უკვე საინვესტიციო რაღაც გეგმები აგვეწყო, პირველი რასაც ვისმენდით, რომ გეოგრაფია გახდა პრობლემა. ანუ რადგან აქამდე IT სექტორის მთელი ამ რაღაცა 15 წლიანი პერსპექტივაში ასეთი რამე არ მოგვისმენია, წელს მოვისმენთ პირველად და წელს დაიწყო საუბარი თუნდაც სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი. აი ამ ახალ ლინკზე, ასე ვთქვათ, ახალ კავშირის გაბმაზე, სადაც საქართველო პრაქტიკულად წარმოქმნილია. ჩვენ შევიცვალ სომხეთიც იქ არის, სადაც არის. ხო, გეოგრაფია არის მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო არის უმოკლესი გზა რეალურად ინტერნეტ ტრაფიკის დასაკავშირებლად აზიასა და ევროპას შორის, მაგრამ არსებობს უფრო გრძელი გზაც, მაგრამ შეიძლება შორი გზა მოიარო და უსტაბილური, ანუ ხო, განიხილება ახალი ალტერნატიული ვარიანტი და ინვესტორებს ეს უკვე პრიორიტეტში ხوات ამოღებული და მაგაზე საუბრობდნენ ძირითადად, რომ თურქეთი, ესე იგი სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთია ეს ხაზი განიხილება, იქ ხა რკინიგზის და სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, შეთანხმებები ხდება და თუ ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, განახლება მოხდა და ახალი ინფრასტრუქტურის აშენება, ამ შემთხვევაში ამას მიყვება სავარაუდოდ ეს ინტერნეტ ინფრასტრუქტურაც, რაზეც მერე ბევრი რამე არის დამოკიდებული და აქვე დაგვასწრო სომხეთმა რეალურად განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი NVIDIA
NVIDIA-სთან ერთად, გლობალურ ბრენდთან ერთად, იქვე არის სომხურ ამერიკული კომპანიაც და სახელმწიფოსთან ჩართულობით ერთობლივად ხორციელდება ძალიან მსხვილი 500 მილიონიანი ინვესტიცია, თუმცა აქ 500 მილიონზე არ არის ძირითადად საუბარი, სომხეთმა მოახერხა დღეს პოზიციონირება კავკასიაში პირველად აკეთებს მაღალ ტექნოლოგიურ ესე იგი AI ქარხანას, რაც არის NVIDIA-ს ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება და მასთან თანამშრომლობით ხდება ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უამრავი არა NVIDIA-ს ზომის მაინდა-მაინც, მაგრამ ბევრი სხვა კომპანია ამას შეყვება და მათ შორის ლიდერი გლობალური მოთამაშეების გრავიტაციას ყურადღებას იქცევს და ქმნის გრავიტაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამის შანსი და მე მგონია, რომ ახლაც გვაქვს შანსი, რომ გავაგრძელოთ მუშაობა აქტიურად IT სექტორის განვითარებისთვის და სექტორი, რომელიც პრიორიტეტშია, უნდა იყოს ნამდვილად პრიორიტეტში და ყველაზე სუსტი წერტილი რა არის, რაც IT სექტორში NVIDIA-ს თუ არა მსგავსი კომპანიების დაინტერესებას და მსგავსი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას აფერხებს დღეს საქართველოში? ნებისმიერ ინვესტიციას, ნებისმიერ ინვესტორს სჭირდება ორი მნიშვნელოვანი რამ: თავისუფალი და სამართლიანი გარემო. პირველი შეფასების კრიტერიუმი ყოველთვის არის ეს და შემდეგ იწყება საგადასახადო, იქ სხვადასხვა იურიდიული და ასე შემდეგ პირობების განხილვა. ბიზნესმენები და ინვესტორები ძალიან კარგად გრძნობენ სიტუაციას და მათ ეს პირველადი შეგრძნება ეს ყნოსვა საინვესტიციო, ესე იგი მოსდით თავისუფალი და სამართლიანი გარემოდან. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში? ხო, მე მგონია, რომ მრავალ წერტილი უნდა დავუსვათ და ეს უნდა იყოს თავისუფლებას, ან ვირიქით, რომ თავისუფლების შეზღუდვას დავუსვათ წერტილი. მხოლოდ თავისუფალ ბავშვებს შეუძლიათ იყონ ლაღები, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნა ინოვაცია, მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებას შეუძლია განვითარება და მხოლოდ თავისუფალი ქვეყანა შეიძლება იყოს ძლიერი. მადლობა. ამისთვის გრძელდება ქვეყანაში, მათ შორის უწყვეტი პროტესტით. მადლობა თქვენი დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა საქართველოს IT ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.